ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი დასრულდა. ლიდერები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ 2 საათზე მეტი ხნის განმავლობაში საუბრობდნენ. როგორც რუსული მედია იუწყება, ვლადიმირ პუტინმა დისკუსიას გულწრფელი და ძალიან სასარგებლო უწოდა. რუსეთის პრეზიდენტი საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის მომხრეა და მზადაა უკრაინულ მხარესთან ერთად მემორანდუმზე იმუშაოს, რომელიც სამშვიდობო ხელშეკრულებასაც მოიცავს. საუბრის შემდეგ განცხადება გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. საკუთარ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში მან აღნიშნა, რომ რუსეთი და უკრაინა ცეცხლის შეწყვეტის და რაც მთავარია ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებს დაუყოვნებლივ დაიწყებენ. რუსეთს სურს ფართო მასშტაბიანი ვაჭრობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც კი ეს კატასტროფული სისხლის ზღვა დასრულდება და ამას მეც ვეთანხმები. რუსეთს უზარმაზარი შესაძლებლობა აქვს შექმნას უამრავი სამუშაო ადგილი, მისი პოტენციალი შეუზღუდავია. ანალოგიურად უკრაინას შეუძლია დიდი სარგებელი მიიღოს ვაჭრობის კუთხით ქვეყნის აღდგენის პროცესში. კითხულობთ ამერიკის პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მისივე თქმით, მოლაპარაკებების დაწყების შესახებ მან უკვე აუწყო როგორც ვოლოდიმირ ზელენსკის, ისე სხვა ევროპელ ლიდერებსაც და განაცხადა, რომ ვატიკანი დაინტერესებულია რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებს უმასპინძლოს. ვლადიმირ პუტინთან საუბრის შემდეგ დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დარეკვასაც გეგმავს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, იგი მოლაპარაკებებს ნატოს ლიდერებთანაც გამართავს. Разговор состоялся, был. საუბარი შედგა. ის 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა. ეს ძალიან შინაარსიანი და გულახდილი და მთლიანობაში, ჩემი აზრით, საკმაოდ სასარგებლო საუბარი იყო. პირველ რიგში მადლობა გადავუხადე ამერიკის პრეზიდენტს ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერისთვის რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების განახლების თაობაზე, რომლებიც, როგორც ცნობილია, უკრაინულმა მხარემ ჯერ კიდევ 2022 წელს შეწყვიტა. რუსეთი მზადაა იმუშაოს უკრაინულ მხარესთან შესაძლო სამომავლო სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ მემორანდუმზე რიგი პოზიციების განსაზღვრით, როგორიცაა შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების ვადები და ასე შემდეგ. მათ შორის გარკვეული პერიოდის განმავლობაში შესაძლო ცეცხლის შეწყვეტაც თუ შესაბამისი შეთანხმება იქნება მიღწეული. სტამბოლში შეხვედრისა და მოლაპარაკებების მონაწილეებს შორის კონტაქტები აღდგა. ეს გვაძლევს საფუძვლად ვიფიქროთ, რომ ზოგადად სწორ გზაზე ვართ. Что мы в целом на правильном пути.